შეიძლება შენი ავტომობილი ზუსტად ასე იხრჩობა და შენ ეს არ იცი. წარმოიდგინე, რომ მთელი დღე მჭიდრო პირბადით დარბი ხარ. შენს ავტომობილის ჰაერი არ ყოფნის და იგუდება. მანქანასაც აქვს სასუნთქი გზები. ცხვირი, ეს იგივე ჰაერის ფილტრია. დროსელი და კოლექტორი კი მისი ბრონქებია. ხოლო წვის კამერა ეს იგივე ფილტრებია, სადაც ჰაერმა ენერგია უნდა წარმოქმნას. შეხედეთ ამ პატარა დეტალს, ეს ჰაერმზომია. ეს ადამიანის ორგანიზმში იგივე ცხვირ-ფახის რეცეპტორებია. როცა სუნთქავთ, ეს ნერვული დაბოლოებები წამში ხვდებიან თუ რა რაოდენობის ჰაერი შევიდა თქვენს ორგანიზმში და რა ტემპერატურის არის ის. მაგრამ თუ აქ კვერი დაგროვდა, რეცეპტორები ბრმავდებიან და ძრავის ტვინი ვეღარ მართავს სუნთხვას. აქ მჭირდება ლიკვიმოლის ჰაერზომის საწმენდი, რომელიც თქვენი ავტომობილის ცხვირის გამხსნელი სპრეია. ახლა გადავიდეთ მთავარ სასუნთქგზებზე ბრონქებზე. ეს არის ბრონქები. ნახეთ ეს შავი ნოდები. ეს არის ძრავის ქრონიკული ბრონქი. როცა ბრონქებში ნახველი გროვდება, ჰაერის გასასვლელი ვიწროვდება. მანქანა იწყებს ხველას, ბრუნები თამაშობს და ძალა ეკარგება. აქ გვჭირდება ჩვენი ლიკვიმოლის დროსელის საწმენდი. ჩვენი სპეციალური ზონდით შევდივართ ღრმად, როგორც ბრონქოსკოპიის დროს. ვასუფთავებთ შებშობის სარგველებს, რომელიც არის იგივე ფილტვების კარიბჭე. ეს სპრეი მოლეკულურ დონეზე შლის ნალექს და გზას უხსნის ჟანგბადს. შედეგი, სასუნთქი გზები სუფთავდება, ბრონქები ფართოვდება და შენი ავტომობილი ისევ სავსე ფილტრებით ამოისუნთქებს. ეს არის შენი ავტომობილის მედიკამენტოზური მკურნალობა ყოველგვარი დაშლის გარეშე. მოუარე შენს მანქანას, მოდი გეზ მოტორში. გაწმინდე შენი ავტომობილის სასუნთქი გზები ლიკვიმოლისთან ერთად. შენი ავტომობილი ნამდვილად მადლობას გეტყვის.